მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები ფიზიკაში 2017 წელი ამოცანა ნომერი 9. ნახატზე გამოსახულია X ღერძზე მოძრავი სხეულის სიჩქარის გეგმილის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი. რისი ტოლია გავლილი მანძილი დროის 0.7 წამს შუალედში გვიკითხებია. Აგით მოდით ახლა ასე მოვიქცეთ. შემოვიტანოთ X ღერძი, რომელიც მიმართოთ ჰორიზონტალურად მარჯვნივ და დავუშვათ, რომ ეს ჩვენი სხეული დროის საწყის მომენტში, ესე იგი, როცა t უდრის 0-ს, ამ დროს იმყოფებოდა მოწერტილში, ეს წერტილი იყოს O წერტილი. და ახლა რომ დავაკვირდეთ ნახატს, ამ ნახატიდან რა შეგვიძლია ვთქვათ. გამომდინარე იქიდან, რომ აი აქ არის 1 წამი, 2, აქ არის 3, აქ 4, აქ არის 6 წამის შესაბამისი წერტილები. გამომდინარე, რომ აი ამ მართკუთხედის ფართობი, აი ამის ფართობი მოქცეული არის Bx-ის t-ზე დამოკიდებულების გრაფიკის ქვეშ, ეს გვიჩენებს 0-დან 1-მდე გავლილ მანძილს, შესაბამისად 0-დან 1 წამამდე ეს ჩვენი სხეული გაივლიდა სწორედ აი ფიგურის ფართობის ტოლ მანძილს. ამ ფიგურის ფართობი იქნება მართკუთხედია, ფულზე არის 1, სიმაღლე არის, სინამდვილეში კვადრატს წარმოადგენს ეს ფიგურა, თუმცა მასშტაბი რადგანაც არ არის დაცული, მართკუთხედს კი გავს ამის გამო. ესე იგი, ფართობი იქნება 1/1, ფუძის და სიმაღლის ნამრავლი. შესაბამისად, 1 წამში ამ ჩვენ სხეულს გაუვლია რამდენი წამოსულა 1 მეტრით. ასე და მოსულა აი ამ წერტილში. ეს არის t უდრის 1 წამის შესაბამისი წერტილი, 1 მეტრი გაუვლია. შემდეგ რა გააკეთე? შემდეგ გააგრძელა ისევ მოძრაობა, სიჩქარის დროის ზღვასთან ერთად 1-2 წამამდე მცირდება, თუმცა რადგანაც ისევ დადებითი არის სიჩქარე, ისევ X ღერძის მიმართულებით იმოძრავებდა და გაივიდა აი ამ სამკუთხედის ტოლ მანძილს, ამ სამკუთხედის ფართობი, ამ სამკუთხედის ფართობის ტოლ მანძილს, ამ სამკუთხედის ფართობი არის 1/1-ის ნახევარი 0.5, 1/2. შესაბამისად 0.5 მეტრს კიდე გაივლიდა მარჯვნივ და მოვიდოდა ამ წერტილში t უდრის 2 წამში. შემდეგ როცა t გახდა დრო გახდა 2 წამი, სხეულის სიჩქარე გახდა 0-ის ტოლი, შესაბამისად ეს წერტილი წარმოადგენს შემოგვიმნების წერტილს და 2 წამიდან 5 წამამდე, რადგანაც სიჩქარის სიკვდილელი უარყოფითია, შესაბამისად თავიდან თუ მოძრაობდა X ღერძის გასწვრივ, შემდეგ იმოძრავებდა მის საწინააღმდეგოდ. და 2-დან 3 წამამდე უკვე გაივლიდა ამ მანძილს, ხო? ამის ფართობიც ტოლი არის 0.5 მეტრით, შესაბამისად დაუბრუნდებოდა იმ ადგილს, სადაც t უდრის 1 წამ მომენტში იმყოფებოდა, ხო? ასე, აქაც გამოუვლია კიდე 0.5 მეტრი, ანუ მოვიდოდა ამ წერტილში t უდრის 2 წამ მომენტში. შემდეგ გააგრძელებდა ისევ მარცხნივ სიარულს, სვლას, მოძრაობას და უკვე მოვიდოდა სად, შევხედოთ, ამის ფართობი იქნება ამ საკუთხედის ფუძე 2-ია, სიმაღლე 1 და ფუძის სიმაღლის ნახევარი იქნება ისევ 1 მეტრი. შესაბამისად მოვიდოდა იმ წერტილს დაუბრუნდებოდა, სადაც საწყის მდებარეობას დაუბრუნდებოდა, საიდანაც დაიწყო, კიდე 1 მეტრი გაუვლია, აი აქ მოსულა, ხო? ეს არის t უდრის 5 წამის შესაბამისი წერტილი. და შემდეგ 5 წამიდან 7 წამამდე უკვე როგორ მოიქცა ეს ჩვენი სხეული, უკვე აქ 5 წამში ისე 0 გაუხდა სიჩქარე. და ისევ შემოტრიალებულა, რადგანაც დადებითი არის უკვე 5-დან 7 წამამდე სიჩქარის X-დგენელი და ისევ მარჯვნივ გაივლიდა აი მართკუთხედის ფართობის ტოლ მანძილს, ესეც არის 1 მეტრი, როგორც ხედავთ, ფუძე არის 2, სიმაღლე 1, მაგათი ნამრავლის ნახევარი 1 მეტრს მოგცემს და მოვიდოდა ეს არის 1 მეტრი, მოვიდოდა ისევ აი ამ წერტილში, როგორც ხედავთ, ესეც ყოფილა t უდრის 7 წამის შესაბამისი. შესაბამისად, ახლა ჩვენ გვიკითხებიან გავლილი მანძილს. გავლილი მანძილი კიდე არის იმ ტრაექტორიის სიგრძე, რომელზეც ეს ჩვენი სხეული მთლიანი დროის განმავლობაში მოძრაობდა. მთლიანი დროის განმავლობაში კიდე რა ქრა ამ ჩვენმა სხეულმა? ჯერ გაიარა 1 მეტრი, მერე კიდე 0.5 მეტრი, შემდეგ მოტრიალდა, მარცხნივ გაიარა 0.5 მეტრი, კიდე 1 მეტრი გაიარა და კიდე 1 მეტრი საბოლოოდ. შესაბამისად, ამას თუ ავჯამავთ, რამდენი გამოგვივა? 2, 4 მეტრი გამოგვდის, 4 მეტრი, ეს უდრის S. შესაბამისად, საბოლოოდ თუ დავწერთ ახლა ჩვენ პასუხს, S-ი გავლილი მანძილი ტოლი ყოფილა 4 მეტრის. პასუხი G.